სალამი და გამარჯობა, ეხლავე. ეხლავე მოვცქრიალდები და სულ დავცქრიალობ და დავფრიალობ ვაიშეს პატრონს ნანა. ცოტა კი ვართ აეგრე, მაგრამ არა უშავს რა. ყელტიტველა ეს ყელი დამიბერდა, ყველაფერი დაბერდა და გაუბედურდა, მაგრამ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ და ვკეკლუცობთ. რა ძალდაღული გვაქვს. აი მე ნაღულება გაცო. ხალხებო, ეხლა ვფიქრობდი კაცო, სულ შავი სათვალე რომ მიკეთია, მოდი მოვიხსნი და წითელს გავიკეთებ, მაგრამ მაგ ნერვიც არა მაქვს, მე ჩქარება გადარბენაზე ვარ. რათა უმეტყვით, გვიან არა მომდგარ ვართ. 9 ნახევარზე ავდექით, მაგრამ დღეს ცოტა განტვირთვის დღეს ვაკეთებთ. არც გვერდზე ქალაქში არ წავედით ხილბოსტნის საყიდლად, არც არაფერი და მწყდარად მოვიდილავეთ, ვისაუზმეთ, მე ძალიან დასიებული ავდექი გუშინ გავიხეთქე მთელი დღე კუჭი და ნაღველი იმითი ჯონჯოლით კბილი ხო მომირჩა, კბილი ამოღებო ნაღები და ეხლა გაგიხარია, მივყევი და მივირთმევ ფიქრიას გამოგზავნილ ნობათებს. ხო და გუშინ იყო წნილეულის დღე და კარგად ვისიამოვნე ძალიან და ეტყობა მერე მოვიდა ჩვენი მშვიდობის მაძიებელი. არ დამაცდის ხალხო, არ დამაცდის რომ ვიდეო აჰა, ტოვენე. ვიღასთვის არ ეკავჩუხსნი. ვაიმე რა დავაშავე. თანაღებ თანზარს არ ეკავს, წადი და გაიგე ახლა ამისა. გამარჯობა ინოჩენტ. ხო და აღარ ვაკოცე შემოსულს, ადრე რომელიღაცა ვიდეოში მანენამ დამიწერა, ვაიმე კოცრის ხმა გავიგეო, ლოყაზე მკოცნით. თქვენი ქმრებიც რო გადიან სახლი, თურმე მამაკაც ოღონდ ქალს არა, თურმე როდესაც აცილებ მეორე ნახევარს თუ რავი კომპანიას თუ როგორ ვთქვა, მეწყვილეს და დამშვიდობებისას ყოველ დღე რა კოცნი და მოდის სახლში და კოცნი სიცოცხლე უხანგრძლივდება მამაკაც. ასე რომ თუ გინდათ რომ თქვენ მეუღლეებს გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე, აკოცეთ ხოლმე როცა სახლიდან გადის. არ ვიცი ამდენად მართალია სადღაც წავიკითხე, ოღონდ მაგიტო კი არა უკოცნი. Summertime. რა დავაშავე. ეხლა მოვა და ჩამი შხამებს რაც უნდა გამეკეთებიან. ოდეტო მოსტარი ვანდო მიდევი გვასტარელ ვიდეო. Summertime. Sometime arai on time. Buongiorno. Buongiorno. Gamarjoba. Gamarjoba. Au revoir. Bonsoir. Au revoir, arrivederci. Bonsoir. Andiamo. Esatto. Guten Tag. Facciamo un misto. Guten Tag. Tedesco. Guten Tag. Guten Morgen Parmena. Vai vedete. Buongiorno a tutti. Όλες გამარჯობა ხალხებო. Come va? Bene, ancora ხარტო. Tu che c'entri tu? Loro devono dire bene, non tu. შეიძლება პასუხობ კარგად ავართო, მაგათ უნდა ვიპასუხო რომ კარგად ავართო. Loro diranno dopo. Qualche problema l'abbiamo risolto. Patara Quindi problemi. adesso stiamo un pochino più leggerini di mente. Ecco, ho detto oggi abbiamo deciso a rilassarci. La mattina abbiamo passato così a lungo a casa. რაც მე გითხარით ხალხო რომ დღეს ცოტა უნდა განვიჭირთო ეგრე ვართ. იმას იმეორებს რა. A posto? Tutto bene? პრობლემები გუშინ ექიმთან ვიყავით Qui oggi è una bellissima giornata. ძალიან კარგი Soleggiata. ძალიან. Si può andare anche al mare. 17 gradi sarà oggi. Si può andare anche al mare. ზღვის დღეა დღეს, ზღვაზე წასვლა. Per chi ama il mare può anche pranzare vicino al mare. ჩვენ ყოველ დღე დავდივართ ზღვაზე იგრეს, ასე საჰაერის გადასაყლაპად. Noi no, io preferisco stare a casa e pranzare qui a casa con mia moglie. Con Anico. Anico scenata. Anico. Cavolo Che vi sta facendo vedere Anico? Che vi sta facendo vedere? გაჩვენებთო და რა უნდა გაჩვენოთო? კი ყოზა. Ehi opa, დაიწყება ახლა ბღავილი. Apicria piace questa io pago. E che devo pagare? Io pago. Io pago, ნიშნავს მე კიდე მიდი ვიხდიო. Beh,
Il monoreddito è così, maggiormente se lavora il marito, se lavora la moglie, è la moglie che può dire io No, pago. lavora, che lo sapete. Oh Madonna mia, per Lavora. dire, io ho lavorato in passato, in precedenza. Chiamiamo le no? cose come sono. Quindi chiariamole. Chiamiamo le cose, non chiamiamo. Io ho lavorato, Me oggi mi rimusciavo. voglio la pensione, მე ვიმუშავე კარგა ხანიო და ეხლა კიდე პენსიად მეკუთვნისო და ისაო მე ვიხდიო Ho incontrato- მე არა ვარ წინააღმდეგი ho detto io non sono contrario che paga lui per strada ho incontrato un paio di persone che mi sono antipatiche, ui chi è poi te lo spiego. შემხდრენ ერთი ორი ადამიანი რომელიც არ ამბავწოს არ მესიმპათიურებაო ვინა მეთქი და რა მე გეტყვიო Quindi non è stato un buon ritorno a casa. ui მე ალიტიკატ კონკო Non è bastato solamente vederle. მაგრამ ხო არის ჭხუბე მეთქი და არა აი ნორმალურია რომ 73 წლის კაცს ვეკითხები ხო არის ჭხუბე გარეთ მეთქი მუშტიკრიზე მაგ საუბარი ნორმალურია არ არის ნორმალური და ის არა მარტო რომ დავინახე იმასაც È ნერვები così მიშალა ragazzi, la vita è questa, non si può fare niente. მაშინ მე მუშტერზე იყურება Devi- არ გაიგო რომ დაბერდა არ გაიგო Devi accettare anche questo, devi ingoiare anche dell'amaro. რა ვქნა ვისწავლეო რომ უნდა ისაო გადაყლაპო რაღაცა რომ არ მოგწონსო და უნდა გაატაროო და უნდა ისაქნაო Tutto sommato, ვისწავლეო მე ვასწავლე a me non me ne frega proprio niente. სულ არ მენაღლება არავინ და არაფერიო basta che dobbiamo stare bene L'importante è che io sto bene con voi. გავარია თქვენ Perché დავიყო კარგათო quando sto con voi mi sento un altro, mi sento un'altra თქვენ persona. რო გელაპარაკებით ხოლმე და თქვენთან Mi რომ sento uno მოვდივარ di voi. Mi sento... სულ სხვა ადამიანი ვხდებიო ისე უგზნობო როგორც თქვენ რო ხართო ამას იგულისხმება რომ ქართველები რო მაგარი გულის და მაგარი E ადამიანი mi dispiace tanto non poter venire მოდიდი in Georgia. მოდიდი სენოკომიჯო Purtroppo io Zano, isao- ho paura di volare, quindi წუხვარო penso- რომ ვერ მოვდივარო და ფრენი სამეშინიაო penso და che loro მე ვთხარ ეხლა გაჩუმდით რომ Lo დავიწყებ sai perché ყვირის gliel'hai detto tu. Sì. Però nella vita non si sa mai dire ისო mai. ცხოვრებაშიო mai dire ნურასოდეს mai. ნურასოდეს იტყვიო რომ არასოდეს თქვა არასოდესო იქნებაო და როდისღა La vita როდისღა ti dà o ti fa tante sorprese. Alla fine მათ ხნარებს ხალხები მეძინა წუხეთ და გიკვირდებათ და che poi devi accettare poi d'altronde, o bene o male. ცხოვრება იმდენ სიურპრიზებს გვიწყობსო Nel ჩვენ bene უნდა e nel male მივიღოთ, le devi გვინდა არ accettare. გვინდა უნდა Quindi მივიღოთ comunque andiamo avanti, stiamo bene, viviamo bene, non ci manca niente. Grazie a voi per la vostra bontà, a თქვენი tutti quanti, a tutti quelli che არაფერი გვაკლიაო თქვენი წყალობითაც ბევრი si რამე sono გვაქვს ricordati di noi in momenti particolari. Un grazie di cuore. როდესაც გვაქვს განსაკუთრებული მომენტები ხოლმეო და სირთულეები ყოველთვის ჩვენთან რო ხართ ვიციო და დიდი მადლობა გულით გიხდით მადლობასო Ribadisco ancora una volta, ve lo dissi, sono stato veramente felice. Chi è che ci manda di pane? კიდე არავინ გამოგჭეს ვინც გვიგზავნის ხოლმეო E non mi ფიქრია ricordo. ultima era Picria. ფიქრია Picria. Scusami se non ti ho nominato, è stata era un'altra è stato un natia momento adesso di ნათიამ vuoto. გამოგზავნა ხალხებო გამომიგზავნა ჩამიგდა ერთი დიდი pravesio კარი დიდი რა იყო მაგდენ ხელაც კიდე Siamo stati felicissimi, Picria, veramente. I tuoi e anche chi l'ha fatto prima di te, veramente. ყველა ვინც გვიგზავნის ახლა Tutti ინაჩეთე belli. ყველა Uno- სახელები ვერ მოიგონეს თუ მიარ წავკარი ხელი და Abbiamo dei ricordi, dei pezzi pregiati che conserviamo gelosamente. სამახსოვრო რამეებით ძალიან რუდუნებით ვინახავთო ზუსტად თარგმნი რასაც ამბობს ხალხო და ისაო ნუ რასაც ჩუქნითო და რაც მოგვდისო და ნანას რო ახარებთო Sono ricordi veramente pieni di affetto. quel E noi quadro contraccambiamo. quadro quando cambiamo di mettere Arriverà anche il suo momento. Quindi. ეს სურათი როდის უნდა ჩამოვკიდოთ მეთქი მოვა მაგის დრო ცოტა და მეთქი მე კიდე უთხარი La gente muore di invidia anche in Italia, purtroppo.
A noi di loro non ce ne frega niente. ხალხიო შურით ყდებაო და სკდებაო აქაძო იტალიელებზეა უფრო საუბარი თორე ჩვენებზე არა ხალხო შურით ჩვეულებრივი ადამიანური Chi di invidia vive, di invidia muore. იტალიაში ამბობენ რომ ვინცო შურითა ცხოვრობსო შურისგანა ყდებაო Noi siamo felici, Ma a noi va bene così, quindi non ჩვენთვისაც ცხოვრობ და ბედნიერები ვართ ასეო non abbiamo paura di loro, dei loro commenti, a noi non ce ცუდი ne frega proprio ხალხებისა არც niente. გვეშინიაო არც ცუდი კომენტარებისა არ გვეშინიაო და არც A noi fa piacere leggere i vostri commenti, che sono bellissimi, tutti quanti uguali, sono bellissimi. In თქვენი qualsiasi კომენტარები ჭკვაზე არ modo არის sono scritti, sono bellissimi. Uno ესეთი კომენტარებისგან არ come ვიცი tanti. პირდაპირ ცრემლები ადგება ხოლმე ამას რო უწევთ ჩემთან რო წერთ ყველა სხვა ნახულობს კი მეკითხება რა დაგიწერეს ჩემზე სულ მეკითხება რა E non დაგიწერეს vi nascondo მეთქინე და ვინ გიცნობს che quando vi rispondo non mi stanco mai di rispondere. Rok პასუხობთო კომენტარებზე არ ვიღლებიო, იმიტომ რომ იმდენად ითრეს Sono felice di rispondere. იცით რამდენჯერ უთხარი მომეცდა ტელეფონში მე უპასუხებ უცბად. არ მაძლევს. Ho detto io dico a volte che dammi che rispondo io al telefono e lui non mi permette. არ მაძლევს მაგის Devo rispondere io. არაო, ყველა მე ჩონდა წავიკითხო და უნდა მე უპასუხო, მე არ მაძლევს. მე ძახის, როცა არის ხოლმე რომ კომპიუტერი ხან არის თარგმანი, ხან არ არის. ხან სისულელეს უთარგმნის და ხვდება რომ სისულელე მე ძახის. ვზივარ გვერდზე, უთარგმნის 10 კომენტარს გეფიცებით და პასუხობ თვითონ. Vedersi ogni tanto veramente fa bene, mi fa sentire meglio. მე რო თქვენთან ხანდახან ესე შემოგესწრებით. Quando parlo a voi, veramente ვიდეოშიო და გელაპარაკი ისეთი კარგად გძნობ თავსო. mi sento uno di voi. იცით რატო ხალხო აი გულით გეუბნებათ, გულით მოდის და იცის რომ თქვენგან გულიანად იქნება მიღებული და ეს ანიჭებს იმ თავისუფლებას შინაგას აი არ არის თქვენ აქ ჩვენთან რა ჩემ ვიდეოში რომ მოდის არ ეშინია რამე თქვას არ არის დაძაბული რომ რამე ისეთი აი გონია რომ საქართველოს იღებს ასე Dio vi possa dare tanta fortuna e tanta gioia. Io sai che ho detto? Ho detto che lui quando dice questa che io mi sento bene quando vengo a parlare, io ho detto quando lui sente che viene con il cuore si apre sinceramente con noi e non c'è nessuna paura di niente. Vi dia tanta bontà, tanta fortuna, tanta gioia. A voi e alle vostre famiglie, come sempre dico. და სიხარული მოგცეთო თქვენო და თქვენ ოჯახებსო. ყოველთვისო ვამბობ. Adesso purtroppo vi devo lasciare perché comincio Adesso purtroppo mi ha tolto tutto il tempo mio. ეხლა სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთო, ეხლა კუჭი აწუხებს და ხო უნდა გავაკეთოთ მაკერონი. Ding 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 ding. Tinocedoreki. ხო და ისა, მე კიდე დავიწყე მე კიდე მთელი დრო წამართვი მეთქი. Vi raccomando la prossima canzone. Oh, dobbiamo dire che non è uscita quello. Al momento purtroppo sul web non ho trovato una base idonea alle mie tonalità. Sono tutte tonalità strane, tonalità molto alte per la mia tonalità di voce. Trauri გვაქვს ხალხო გუში საღამოთი წავიდა თავის სტუდიაში სამღერლად და არ ვერ Ma sto ვაკეთებო. cercando, cercherò. Saldavinci Per სიმღერას quanto riguarda la canzone che ha vinto. Dai. ძალიან მაღალიაო და ვერავწევ იქამდეო სასაცილოება გამოდისო და თუ ვიპოვეო ბაზა ვინმე ბაზის საიტები არის ხო და ბაზა თუ ვინმე დადო ისეთი ტორალობა რომ შევძელიო გავაკეთებო. იმეც არა კარგავს. Non si arrende comunque. No, ma è una bellissima canzone. ძალიან La cantano in tutto il mondo. ეხლა ყველა მაიტაცა და ყველა successo მღერისო. planetario questo. ყველას Non si verificava da anni, diglio. წლებია რომ ესე სანრემოს გამარჯვებულ სიმღერა ეგრე არ გავრცელებულა დიდ და პატარაში. E chi la canta è un uomo meraviglioso. È quello che piace. Un uomo bravissimo. Da Vinci mღერის Saldavinci. È bravissimo. Il successo se lo merita. merita. Magari ადამიანი, აი ყველაფერი რომ კარგი ეკუთვნისო,
ეს მე რო ჩამოვედი იტალიაში, mაშინ იყო ჩანდა სალდავინჩი. მე გაკრა მთელი 15 წელი საერთოდ È un ragazzo che viene dalla gavetta სულ ed è esploso, sì, ed è esploso in tarda età, però ხო, და ეხლა წაკრეს ხელი, ну, იმან რა, ძირითადად, come si chiama quello altro napoletano? Gigi D'Alessio Gigi D'Alessio è un amico suo. ამეგობარია და წაკრა და მართლა წაკრა ხელი და ეკუთვნოდა რა და წამოვიდა და წამოვიდა Si merita tutto il nostro amore, il nostro bene. ძალიან უყვარს ინოჩენტეს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი თავდაბალი ადამიანია ეს აი ადამიანი ხალხიდან გამოსული არ არის ის რა. Comunque ci sto lavorando. მაინც Sto cercando, non mi arrendo, non mi arrendo. არ დავყარებ Chi lo sa, alla prossima della prossima. იქნება მომავალში ვიპოვო და გავაკეთო და Va bene ragazzi, იქნება და io vi chiamo ragazzi perché vi sento ragazzi. გოგო ბიჭებს გიძახით იმიტომ რომ გრძნობ რომ ყველა გოგო ბიჭები ვართო. Un bacio ai vostri figli, ai vostri mariti, alle vostre mogli e alla famiglia intera. ყველა თქვენ მოკითხვას კოცნას გიგზავნითო გეხვევითო ყველ შვილებს ოჯახებს თქვენ ქმრებს ძოლებს ყველასო. Bye bye. ეხლა მე იძულებული ვარ რომ მეც წავიდე. გამარჯობა. გამარჯობა კი არა, კარგად, ვენიკვა. Cargat. ნახვამდის ვერ ამბობს ხალხო და კარგად მაინც ვათქმეინოთ. ვათქმეინოთ კარგად. ხოდა ეგრე მე არ გემშვიდობებით მაინც მოვალ ეხლა მაკერონის წყალს დავდგავ და მოვალ და იმას ვისავ არ სადილის მერე მოვალ და გავაგრძელებ მაინც გაჩვენებ ეს დღეს მე მგონი და აქედან ნუ ნახოთ რა მაინც გაჩვენებ რა ვიყიდე და ცოტა გეჭორავებით კიდე სხვა თემებზე ინოჩენტებ რო არ შემომივარდეს ხოლმე ვიდეოში იგრე არ იქნება ეხლა იმას ვისავ, დავაპაუზებ თუ რამეს ვისავ, მოკლედ რამეს ვისავ რა, აბა ხალხებო. დაიცა სათვალე ხალხებო. მოვედი, მაგრამ 1-2 წუთი მოვედი და ისევ გავქანდები, იმიტომ რომ დავადგი ისა რა ქვია, მაკერონის წყალი. ხალხო, მე რაც ვიდეო უნდა დამეწყო, მადლობით. მადლობა ყველას მეთქი უნდა მეთქვა რომ ვინც კომენტარები იმ ვიდეოში დამიწერეთ რომ ვინ მირჩიეთ ვინ გამოთქვით თქვენი აზრი დიდი მადლობა ჩემი მეგობარი ჯოზეფა მეგობარია და მეგობარია იმიტომ რომ არ თვითონ როცა ხვდება რომ ხედავს რომ ჭირდება რამე მაიცა დახმარება კი არა და სავეთ როგორ არის ჩევა დახმარება ინფორმაციის სახით ყოველთვის მეხმარება და ჩემი აი მართლა მეგობარი რო არის და ძალიან დიდი მადლობა ჯოზეფას პირადშიც მიწერე მაგრამ აქედანაც მინდა რომ მადლობა ვუთხრა იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ არის რომ თუ მჭირდება რამე ისეთი ინფორმაცია სათარგმნი იყო შარშან თუ შარშანწინ რა იყო მოკლედ ყოველთვის გამოთქვას მზად ყოფნას და მეხმარება ეხლა რა ხო და მადლობა მაგარი ბიჭია ძალიან ხო და რაც შეეხება ეხლა ხალხებო რა ვიყიდეს ვერ დავიწყებ ალბათ რა ვიცი მოვასწრებ მაკარონის წყალი დავადგი ჭორაობაც მინდა თქვენთან და ამ ვიდეოს ისე არ დავამთავრებ რომ არ გეჭორავთ რა ვიყიდე შებოლილი ორაგული სალმონე რავი რა არის ხო რაც შეეხება ჩემ ეგემოგლობინს და ეს ალოე რა არის ერთი უკვე გავხსენი და მოვიყუდე და აღარ მოვიტანე ორი ცალი ვიყიდე ალოე ვერა არის ხოლმე სხვა გემოები რაღაცები ეს ნატურალურია ტკბილია ბევრს არ ავსვავ მაგრამ ცოტ-ცოტას 9 ლიტრი ღირს 2 ევრო რა ვისთვის იაფია ვისთვის ძვირი არ ვიცი მდნარი ყველი ლაქტოზას გარეშე კარაქი ჩემთვის კარაქს ვყიდულობ როცა დავინახავ რომ ფასდაკლება მაგ არა აქვს მნიშვნელობა მარწყვი და ამოყირავ და საკმაოდ კარგად გამოიყურება და არ ვიცი სუნი დიდი რამე არ აქვს მაგრამ რა ვიცი ბომბონიერი ქვია ამას გამოვიყოლე მარწყვი
ეს პასტა წამოვიღე, კავატელია ესა და ვიფიქრე ეხლა მეთქი, მაგრამ არაო მითხრა კარჩოფი უნდა მიირთვას, მე ბორში მაქვს, ბორში. არაო, კარჩოფი არაო, ისაო. კარჩოფთან ეს პასტა არ მიდისო, გრძელი პასტაო, კაი ბატონო. ხო, რაც შეეხება ჩემ გემოგლობინს მეთქი. ძალიან ბევრი რჩება ხო დაიწერა, რა თქმა უნდა, კიდევ მაგაზე ცალკე მადლობა ყველას და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავითვალისწინებ, რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. ეხლა რაც ის არის, არ მახსოვდა არაფრით ფიქრი ამ მომწერა მერე რომ კენკრაო გოგო, კენკრაო გაყინული კენკრა და მიტოვებული მქონდა, თავი დავანება მაგის ჭამას. არა და ისევ უნდა დავიწყო. მაქვს საყინულში ერთი პაჭკა მგონი და კიდე ვიყიდი. და მაგას დავიწყებ დღეიდან, გუშინ აღარ, იმიტომ რომ გუშინ ისედაც ჯონჯოლით ვიყავი, გახეთქილი ნაღველი. კარაქი ლაქტოზას გარეშე, თევზის ჭხირებია თუ რა არის იმაში, ხრაშუნა საფანელში ამოვლებული და ინოჩენტეს უნდა შეუწვა დღეს, არ ვიცოდი რა მივართვა. ეს არის, ხო, ისა, აი ეს არის გამზადებულს არ ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ ეხლა ვიყიდე. დაიცა. ბურთულებია, ხორცის თხელფირფიტას აიღებ, დაალაგებ გულსართი, რაც კიდე ძეხვი, ნიორი, ყველი, ოხრახუში, ღორის წვრილად დაკუწული რამე ან სუქანი რა რამე და გადაახო ამოიღე ნანა და აჩვენე ადამიანებს როგორც წესი და რიგია და კბილის ჭხირებით დაამაგრებ. და ეს აკეთდება სუგოში. მართალია ხვალე პარმიჯანა მაქვს გეგმაში, მაგრამ ეს მაინც შემომატენეს მეორე თავი კერძს გავაკეთებ ღუმელში კარტოფილთან ერთად მოკლედ. ხო და ისაო ძროხის ენა არისო, კარგიო, ძროხის ენაო და შევუკვეთე. თურმე შეიძლება შევუკვეთავ და ისა ორი ცალი შევუკვეთე. რა ღორობა იყო არ ვიცი, მაგრამ ვიფიქრე. მერე მითხრა თუ დაგჭირდესო ან ტვინიო ან ისაო მითხარი ხოლმეო და დავრეკავო და მოვატანინებო და ტვინი კი მიყვარს მეთქი მეოთხარი შემწვარიც მოხარშულის, მაგრამ ძალიან ცხიმიანი პროდუქტია და ვერიდები მეთქი და არ მინდა. ეს არის ღორის კოსტატინები, ბისტეკიერას რა ქვია? რა ვიცი რა, აი ნეკნები და ბისტეკა, რა ვიცი. ორი ცალი ბადრიჯანი, მაქვს ორი ბადრიჯანი, მაგრამ რადგან ხვალე პარმიჯანა რა არის და შემწვარი ბადრიჯანი მაკარონთან ერთად, ვიფიქრე რომ ახალ ბადრიჯანს ვიყიდი მეთქი და ორი ბადრიჯანთან დაკავშირებით უნდა მეთქვა საქართველოში რამე. აქ არის მანდარინი, მსხალი და ვაშლი. მანდარინები, მსხალი და ვაშლი, მეტი არაფერი არ არის. ორი ცალი ვაშლი, ერთი ცალი მსხალი, იმიტომ რომ მერე წავალთ და იქით ვივაჭრებ ხილბოსტანს კარგად. ეს იყო ნაყიდობა. ხო და საჭიროოდ კიდე რო გავაგრძელო და გეჭორაოთ, მერე მოვა. ეხლა თქვენ არ გემშვიდობებით, ეხლავე გაგრძელდება ვიდეო. თქვენთვის ეხლავე გაგრძელდება და ჩემთვის კიდე სადილის მერე გაგრძელდება. ეხლავე მოვალ. ეხლავე მოვალ მეთქი, ხო გითხარით, ხო და მოვედი. მაგრამ ეგ ეხლავე გავიდა 2 საათი. საათნახევარი. სადილი ჩავახრიგინე, ჩავაგრიალე, ჩემი ბორში არ ავჭამე, იმიტომ რომ რაცხა არ მომეწონა მაგის მდგომარეობა. მაცივარში მქონდა, მაგრამ გაცხელება რომ დავიწყე, ბუშტუკები არ გქონდა არც სუნი, არაფერი მჟავი არ იყო, მაგრამ რა ძალა მაქვს ხალხო, რა ძალა მაქვს არ ვენდე. ხო და მეც მივირთვი რაცხები, ცოტა ის თევზი, ცოტა რა რაღაცები. ხალადეცი გავაკეთე, რომ აი ხალადეცის უნახავი გახდებით. არც ვიცოდი, მარტო ფეხებით გამოდის, ხორცები დიდად არ იყო, ნუ რაც იყო. ეს ღორის ფეხებს ხომ აძლევენ ხოლმე უფასოდ, ხო და მომიგროვდა. ანუ ორჯერ მომცეს და არა მქონდა საყინულში მქონდა, მერე კიდე მომცეს და დავდიგი ყველა ერთად მოვხარშე კარგად. მერე კარგად გამოვარჩიე, გავემასქენი და დავჭერი კარგად, ცხლად, წვრილად დავჭერი.
ცალკე გავაკეთე არ ის თავის ნახარში არა ჯერ ისედაც ხო ცხიმიანია და იმ თავის ნახარს აბარანაირად არ გამოვიყენე წყალი შევანელი კარგად სვანური მარილი ნიორი რავი რეები გაუკეთებეც არ ვიცი მარილი რამე და ჟელატინი გავაკეთე და ის დავასხი ისეთი ხალადეც იმაქვს რომ რა გითხრათ სამქუხილი დაიწყოს და არა მაქვს აბა ხრენი და რავი რეები უნდა არ ვიცი მაგრამ ნინოს გამოგზავნილი რავი ვადააკასული არც ავხედავ არც ავნახულობ არ ამწყეს ფაქტია და იმ მდოგვით მივირთვი და ვისი ამოვნე მშვენივრად გუშინ დღეს არა ხო და ჩავა გრიალეთ მე თქვი სადილი იმის თქმა მინდა ეხლა მოვედი რაზე გადავაწყდი დილას ხო მაწვალებს არ მასვენებს გამჩენი და მაწვალებს აზრი რომ აბა რა შეიძლება რომ გავაკეთო და აბა ისა რა ქვია ბიზნესი ხო გაწვალებს და არაფერი არ გამომივა ხალხო არაფერი განა იმიტომ რომ წვალება უნდა ყველაფერს შრომა უნდა თორე თუ მოინდომებ ყველაფერი გამოგივა ადამიანს ხო და რაზე მოვაყოლე ეხლა ეს ამბავი მაგიტო არა რომ რამე ისა გადავწყვიტე არა გადავაწყდი სულ მაინტერესებდა ვეძებდი ამ ვიდეოებს რომ რა შეიძლება იტალიიდან რა შეიძლება ხო ვამბობდით ჩანთები ესენ ჩანთებს რო უყურებ მეორად ჩანთებს რო ყიდიან საქართველოში სულ ონლაინ გაყიდვებზე მოგსაუბარ დედა რა ფასები აქვს გადასაყრელი რომ უნდა აიღო და გაიქნიო რა ისეთ აი ეს ბრენდია და ერთმა ისიც არ იცოდა კაპრიზას ბრენდია და ეს არის საუკეთესო ბრენდი კაპრიზა და ჯერ ერთი კარპიზა ქვია მაგას კარპიზა არ არის კაპრიზა არის კარპიზა ნუ კაი არ ვიცით არ არის ეგ არცოდნა არცოდვა მაგრამ გადმოიღო ერთი ისეთი ჩანთა ჯერ ერთი კარპიზას ჩანთები ხალხო ჩემგან იცოდეთ არ არის ხარისხიანი კი არის ხა ბაგრე ბრენდი არის ყველა ბრენდი აგე მე ანაფიელდი მიჭირავს და ვარ ბედნიერი მაგრამ არაფერი დიდი რამე ბრენდი ეს არ არის რაც ვიკავი ეხლა რა თორე ხო და აი ესეთი და ისეთი და შეხედეთ და კარგად იყო რა ეს რამდენჯერაც მიყიდია მე ეს კარპიზას მიყიდია ჯერ კიდე რომ ახალი ჩამოსული ვიყავი ფასდაკლებები აქვს ხოლმე ხშირად ხო და ქონდა რა ვიცი ხა მე მაგას აღარ დავდე მაგნაირი უხარისხო მე ჩანთა არ მინახავს აი არ თალათ რო ჩინელების მაღაზიაში იყიდო ვერ გაწვითავ და ეგ აი ორ კვირაში ყველას უკუჭდებოდა აქ რასაც ვყიდულობდით ახალების მაღაზიაში ხო და ეს კარპიზას ჩანთა და შეხედეთ აი აწერია ბრენდია ასეთია ისეთია კაპრიზა და 80 ლარიო 80 ეგ აქ აღის 15 ახალი 15 ფასდაკლებაში და რავი ისე შეიძლება 20-25 არ ვიცი მაგრამ ისეთი ფასებია და ეს ხალხი რატოა გაგიჟებული რატო ვართ ეგეთი უნახავები ბრენდი რომელი ბრენდი რა ბრენდი ჩემთვის ვფიქრობ რო ხარტილიანი უკანასკნელი ფულს მოაგროვებ რაღაცას მოაგროვებ და 500 ლარიან ჩანთას იყიდი იმიტომ რომ იქ რაღაცა შანელი აწერია თუ გუჩი თუ რაღაცა ხო მაინც იმ შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე არა ხარ ის ადამიანი ვისაც ეგ ჩანთა უნდა ეკაოს არა რატო ვართ პაკაზუხობა რატო გვაქვს გამჭდარი ვერა არ არის ჩემი საქმე გადავედი იმაზე ონლაინებზე ხო ბევრი ონლაინ ისინია მაგის თავი დავანებოთ ხო და ზოგს აქვს ადეკვატური ფასები და გაყიდვები და ზოგს გაგიჟებული და ზოგი როგორ არ არის ეგ ჩემი საქმე დღილას გადავაწყდი იტალიური გბილეულიო თუ იტალიური შოკოლადებიო თუ რაღაცა იყო არ ვიცი რა ეწერა იტალიური რო ეწერა ვიცი TikTok-ზე მეც თუ რამეს დავიწყებდი და დავიწყებ თუ რა იქნება არ ვიცი ჩემსაც ვერ გაიგებს ადამიანი და რა ღმერთი რას მოისურვებს როგორ იქნება არ ვიცი TikTok-ზე უნდა გააკეთო ლაივები იმიტომ რომ YouTube-ზე ეგეთი რამე არ ამოქმედებს არ ვიცი რატო არ ფუნქციონირებს ლაივები იქ გლეჯვა ხო და იმის თქმა მინდა რომ გადავაწყდი და ეს გოგო ქონდა ნოი ყველაფერი როგორც აი ჩვენ სუპერმარკეტში შეხვიდე აი ეგ იტალიაში ეგრე ქონდა ძალიან ბევრი რამე რა ეხლა ყველაფერი ხო არ მოასწრო თქვა რომ მაცივრის ტავარი ცალკე არისო ესა ვისა რაღაცა
ყველაფერი ქონდა, პესტოები ქონდა, მაკარონები არა ქონდა, არც მაკარონები არ თქო ცალკელაივია ხოლმე. შოკოლადები, ტკბილეული, პეჩენიები, ორცხობილები, ლაქტოზას გარეშე, უშაქროები, შაქრიანები, რიზოტოები პაჩკებით, რები ქონდა, ძეხვები, რაღაცა პატარ-პატარა ძეხვეულები, პატარა სალამილები, რაღაცეები, რები ქონდა ხალხებო. ბევრი რამე ქონდა ეგეთი, უფრო იყო ტკბილეული შოკოლადების ლაივი იყო მოკლედ. კრუასანები, პაჩკების კრუასანები და ძალიან ბევრი რამე ხა მე დამაინტერესა და გავჩერდი. სანამ დრო მქონდა, მე გავთიშე და წავედი, იმიტომ რომ აღარ მქონდა დრო, უნდა გავსულიყავი, მაგრამ სანამ დრო მქონდა, ვუყურებდი. თან ვემზადებოდი და თან ტელეფონი დამქონდა და ვუყურებდი და უწერდნენ ზოგიერად ფასებზე უწერდნენ, რომ რა ამბავია და ეხლა რა ხდება ხალხო? მასეთი რომ მეც კი გავიფიქრე ხო ადრე რომ უფრო მე ვფიქრობდი რომ შეკვეთებზე. ანუ რაღაცა ეგზემპლარები მექნებოდა საჩვენებელი და ავიღებდი შეკვეთებს, რასაც დამიკვითავდნენ და არიცხავდნენ, იმას მე გავგზავნიდი, შევფუთავდი, გავგზავნიდი. ხო და მქონდა ეგეთი რაღაცა აზრები, ვალაგებდი რა და მე აბურდული იყო და დავანებე თავი. ხო და ზეთი ქონდა, ზეთის ხილები, ხები რა ძალიან ბევრი რამე ქონდა. ზეთი ქონდა ლიტრიანი ბოთლით, დესანტისის ფირმის ზეთი ქონდა 45 ლარად. მაღაზიის ზეთი რა, ხო და ესა. მოკლედ, ბევრი რამე ქონდა. ხო და ფასებზე რის თქმა მინდა ფასებზე. ამბობდა ფასებს, რომ ეს ამდენი ეს რა ვიცი და ერთი იყო კილოიანი შოკოლადები, აი ეს პირამიდა შოკოლადებია, სამკუთხედი ჯანდუიოტები, თხილის პასტით არის გაკეთებული. და კილოიანი პაჩკა იყო 90 ლარიო. ნახევარკილოიანი რაღაც კვერცხები, პატარა კვერცხები შოკოლადები იყო 750 გრამიანიო 50 ლარიო. აღარ მახსოვს რამდენი 150 გრამიანი 10 ლარიო. არ ვიცი 250 გრამიანი 16-ო, მგონი ეგრე რა და ნუ თქვენ გეუბნებით ფასებს. ახლა საქართველოში თქვენ იცით, მე აქ ვიცი ფასები. მაღაზიაც ვიცანი, რომელი მაღაზიიდან იყო ტავარი, ყველაფერი ვიცანი, ისედაც იყო კარგი სუპერმარკეტებიდანაც იყო და დისკაუნტიდანაც ჰქონდა ტავარი, საქონელი. ხო და უწერდნენ, აი ფასებზე და აი ვალიგაკ და აი რა ამბავია მასეთი ფასები და მე პასუხობდა უხეშად, რომ შენ ჩამოიტანე ეს განაბაში, გადმოიხადე ესაქენი და მერე გაყიდე იაფათო და რაღაცებს და მერე ახლა იმაზე უწერდნენ რატო ხარ უხეშიო და რის თქმა მინდა იცი, მე არ დამიწერია ცუდი არაფერი, მე წარმატებები ვუსურვე და არც ფასები არ გავიკრიტიკებია და არც არაფერი, მაგრამ არ თავის საქმიერად გინდა დაადოს, მაგრამ ჩემთვის ვიფიქრე, რომ არ აღირს მე იტალიაში ვიყავი და ჩამოვედიო და ეხლა აქ ვარ, ეთყობა აქ იმუშავა, ეხლა წავიდა და ბიზნესი აქ იქა. ხო და არ აღირს მეთქი, იცით რატო ვამბობ, ფას დაადებ ისე რომ მოგება დაგრჩეს, იმ წუთში დაგბომბავენ, რომ რა ამბავია აქ ეს აღირს და შენ 2 მაგს ადებ და 3 მაგს, მაგრამ რო არ დაადო ის 2 მაგი და 3 მაგი, იმას არაფერი აღარ დარჩება, ხო სწორია? არ დაადებ არ გამ, არა და აქ კიდე ნახევარი საქართველო და ალბათ უფრო მეტი აქ არის. ან აქ, ან საბერძნეთში და ფასები იციან. ანუ ვიცით ფასები. ახლობლები ყველა საყავს და ალბათ ეტყვიან. ეხლა ვერც აყიდი და დიდად მყიდველი არ იყო, არ ახყავდა რა, ძალიან ცოტამ შეუკვეთა 1-2 პაჩკა რიზოტო, 2 ულუფა რიზოტოები, ისე კი არა რომ კაიტებში. ვიცი ეგ პაჩკები 10 ლარად ყიდი და 10 თუ 11 არ მახსოვს 10 ლარად. და ვიღაცამ 1-2 პაჩკა აიღო, ვიღაცამ ესა ძალიან ცოტა რამე რა, უფრო ცოტა უშაქრო, გლუტენის გარეშე პეჩენიები, ეგეთ რაღაცებს ცოტას ყიდი და რაც ღირდა 9 ევრო, 10, 15 აიგრე რა. ნუტელას ამბობდა მე კაცო, ესო ისეთი პროდუქცია ნამდვილი იტალიური, აქ რომ მაღაზიებში ყრიაო, ისო ან არისო რუსეთისაო, ანო თურქული ნაგავიო, ან ესაო ეს კიდე ნამდვილი იტალიური არისო და არ გინდათ.
ხო და იმის თქმა მინდა რომ აი ეს ფასები რომ იციან აქ რაც აღის და მე იქა იყიდება ხო ძვირად არ მოწონთ მაგრამ კიდევ ვიმეორებ ახლა იმანეს რომ დაიწყო თანხა რომ ჩადო ეს აქნა ის აქნა მოგება ხო უნდა არა მეც მეძვირა მე თვითონაც მეძვირა ახლა მაგალითად ეგ არის აბსურდი რომ 1 კილო შოკოლადი ჯანდუიოტები აი საუკეთესო აი ესეთი არაფერი ეგეთი არ არის აქაც კი ღირს ცოტა ძვირი ეგ ჯანდუიოტი მაგრამ პეუგეოტის ფირმის აყის მაგეთ ფირმისა კი არა რაც მაგას ქონდა ხო და 90 ლარი 1 კილო ახლა ადამიანმა რომ ის 1 კილო მძიმე შოკოლადია ხალხო აი 1 კილო მოცულობით არის ცოტა ხო და ხო არის აი ბურთულები რო არის ის ბევრი ჩანს ანუ ბევრია რაღაცნაირად 1 კილო და ეს ძალიან ცოტაა პაკეტით და 90 ლარი ხო ოჯახმა რო ეგ იყიდოს 90 ლარი შოკოლადი ცოტა რო გამოიზოგონ 2-3 დღეში ბაგვანს გაადენენ ხო და რა ვიცი თუ მასე ცხოვრობს ხალხი საქართველოში რომ მინი კრუასანები პატარა მინი კრუასანები როდეს 10 ლარიო დიდი კრუასანები აი ჩვეულებრივი 5 ცალიანი 6 ცალიანი კრუასანები ბაულის ფირმისას ყიდი და დედაღმერთო მიშველი 21 ლარიო მგონი პაჭკით 6 ცალი კრუასანიო მგონი 21-იო 16-იო რავი რაღაცა ეგეთი ფასები იყო რა ნუტელას ფირმის შოკოლადიანი პეჩენიებია ეს მრგვალი პეჩენიები შოკოლადით არის ერთმანეთზე და 350 გრამია თუ რაღაცა და ეგეც 21 ლარიო ხო და ეხა მესმის რომ მოგება უნდა დარჩეს რა თქმა უნდა აქ ეგ აღირს ფასდაკლებები მაგეთ ნუტელას პროდუქციაზე ნუტელებზე კი მაგრამ აი პეჩენიებს და ეგეთ რამებზე ძალიან იშვიათია არ არის ხოლმე ხშირად სიმართლე უნდა ვთქვა და ისე თავისი ფასი არის მაგისი 3 და 40 3 ევრო და 40 3 ევრო და 40 ხო არის სადღაცა 10 11 12 ლარი არა ხო და 10 ლარი რჩებოდა რა ერთ პაჭკაზე ხო ერთ პაჭკაზე 10 ლარი იყო მაგის მოგება ხო და ეხა ხარჯები რო გამოვაკლოთო და რა ვიცი მე ასეთი არ ვიცი მოკლედ რა ხო და ეგრე მაგის თქმა მინდოდა რომ გადავაწყდი მეთქი და ეხა ჩემთვის დავიწყებ მაგ ფასად რო გავყიდო ეგ როგორც ამბობ მე რო დავიწყო ეგ ამბავი ხო თუ დავიწყე კიდევ მეორე იქნება TikTok-ზე მაგ ფასებში რო გავყიდო და ცოტა ნაკლებად გაგზავნის ხარჯით სიტყვაზე რომ მე გადავიხადო იქ საკურიეროს თვითონ იხდიან კი ამბობდა გოგო 150 ლარზე ნაყიდობაზეო მე გადავიხდიო საკურიეროსო და მე რომ გაგზავნის ფასიც გადავიხადო სიტყვაზე 150-200 ლარის ზემოთ და ცოტა ნაკლებათაც მაგ ფასებზე ცოტა ნაკლებათაც გავყიდო შეიძლება მაგრამ რავი რამდენად მეღირს აი რეალიზაციას თუ არა აქვს აბიომი რეალიზაცია თუ არ არის ისე 1-2 კანტაკუნდა არაფერი არ გამოვა. ხო და მაგას ვამბობდი და თქვენთან მინდოდა მაგაზე ჭორაობა და მოვედი და გეჭორავეთ. აი დაილოცოს TikTok-ი, ჩემთვისა ვფიქრობ. ჩაართე TikTok-ი. დაიდე ისა. ფილტრი. აქაც არის არ მითხრათ, ეგეთი ფილტრები იქ რო არის, მე YouTube-ზე ეგეთი ლამაზები არ არიან. იქა გენაცვალე. ჩამოითხრელე ლოყები, რამდენი პროცენტითაც გინდა ფილტრია. თვითონ აქვს ფილტრი. ამდენი კილოთი ნაკლები, გაითეთრე კბილე, გაათეთრე კბილებ და აყენე თვალები რაფერზეც გინდა. აი აქ სადაც გაკლია კბილებს მაგას ვერ ავსებენ. მაკიაჟი, წამწამები, ლაინერი და ყველაფერის ფილტრი არსებობს. ფერი, უმარილი, პომადა, კონტური, ყველაფერის ფერს დაიდებ. თავად მე მომეწონა ჩამოითხრელი ლოყები, მომეწონა ძალიან. გაათეთრე კბილები, მომეწონა ეგეც ძალიან. ხო და ესა ფილტრები და გამოდიან ლამაზები, მშვენიერები და დაწკეპილები და არც ის გინდა რა ქვიან წასვა და მოხატვა ტუჩებისა დაიდე პირდაპირ ფილტრი და ხარ. ხო და ეგ მომეწონა. ეგ ვხუმრობ ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ მართლაც ავფიქრობ. ხო და ეგრე ჩემო კარგებო
ეგ გაყიდვის ვარიანტები სხვა რა უნდა გააკეთო, სხვა ბიზნესი არ არსებობს, უნდა გაყიდო და გაყიდვაში ყველაზე კარგი არის საკვები გაყიდო. ხო ის ძეხვეული იყო რაღაცა შეფუთულები 100 გრამები არ არის ეგენი 90-70 გრამია ხოლმე 10-6 ლარიო 60-70 გრამიანები 6 ლარიო ძეხვეული რომელიც იყო ნახევრად გამოყვანილი თუ გამოყვანილი რაღაცა ძეხვეულები იყო ძეხვები ქონდათ რა პატარები კილოვო 33 ლარიო გონი რავი ფასები იყო საკმაოდ იკბინებოდა ფასები ხო და იმას ვამბობ რომ რავი ღმერთმა ხელი მოუმართოს ადამიანი რო წვალობს მე კი მივწერე რომ შრომობ მეთქი აბა მათხოვ ყველა ხო არ არის ისა მოწოდებული რომ იმათხოვროს ხო და გაუმართლოს მაგრამ არა ქონდა წყვეტა და კიდევ მეორე ვიცით ეს იტალიური პროდუქცია ძალიან ძნელად არის გასატანი ანუ არ გავარდება იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ბევრს აქ აყავს ახლობელი და ალბათ უგზავნიან თუ არ აგზავნიან ფასები მაინც იციან და ფასები რო იციან მე უკვე აღარ უნდათ რომ ჯვირია და არ მინდა და ესა არა და დარწმუნებული ვარ რომ მართალი იყო ის გოგო რომ ის მაინც ვიციო რომ ნამდვილად იტალიურს გეუბნებითო და ვიღაცამ დაუწერა ეგ რა არისო ლიდლის პროდუქცია გაქო და ისაო არა მაქვს ლიდლისაო არა ვერიცნო მე კი ვიცანი რომ ევროსპინის პროდუქცია იყო უმეტესად იყო ევროსპინისა მაგრამ იყო ევროსპინში არ არის ნუტელები და ფერეროს პროდუქცია და ეგეთი რამეები არ არის იყო მაღალი ფასიანი ჯვირიანიც და იყო იაფიანიც შერეული ქონდა ხო და ეგრე ხო და მე ვთქვი რომ არა ნანა დაყენდი არ აღის მასეთი რამე მეთქი ვერა საქართველოში რომ ვიყო რა თქმა უნდა ისე არ დავჯდებოდი და რაღაცას გავაკეთებდი მაგრამ აუცილებლად გავაკეთებდი რამე საკვებ პუნქტს ანუ რამე საცხობი ეგეთი რაღაცა რა ხო და ეგრე ხალხებო გავაკეთებდი და არაფრის თავიდან ერთი ადგილი შენ აღარა გაქვს და რაღაც გავაკეთებდი დრო იყო რომ დილის 7 საათზე ერთი 10 კილოიანი და ერთი 7 კილოიანი ცომი მქონდა ხელით მოზელილი ხელით და ცომს ცალი ხელით ავზელდი რომ საცხობი მქონდა პონჩიკები პერაშკები ღვეზელები პონჩიკები პერაშკები ხაჭაპურები მე და დედაჩემს არ აქვს მქონდა საცხობი აპარატურა არაფერი გაზი ორიანი გაზი და მე ერთიანი გაზზე ისა პონჩიკებს იმაზე ხარშავდი პონჩიკს უნდა მაგარი ცეცხლი და ისა ალი რა ხო და ისა ერთი ხელით ავზელდი ცომს დილით რომ ამ ხელს მე ვინახავდი იმიტომ რომ ამით მე პონჩიკებს რო ვათხელებდი მე ეს ხელი იძალებოდა კიდე ამ ხელით მე პონჩიკს ამ ხელზე ეს ამით ცომი ამით მე პონჩიკები ესა ვაიმე რა იყო მე უკვე ხველება დამაწყებინა ოთახი იყო ნუ კარემკიღია ქონდა და ეს ამის ზეთის ანაორთქს რო ვისუნთქავდი ეტყობა მე უკვე ესე დამაწყებინა რაღაცა და მე ვთქვით რომ ეს უნდა შევწყვიტოთ რამე სხვა მოვიფიქროთ თორე ეს ჯანმრთელობაზე დაგვარტყავს და ჯანმრთელობას მაინც დავარტყა ყველაფერმა ამ ჯანმრთელობას და რა არო რა მნიშვნელობა აქვს ხო და ასე ჩემკარგებო კიდე 1000 რამე მაქვს საჭორაო ხოლმე თქვენთან რომ რაღაცები გამახსენდებოდა მინდა რომ ვიჭორაო და მოგეჭორაოთ ხოლმე თუ როგორ თქვა ჩაგეჭორაოთ და ეგრე არ ვიცი ვინ იყო ის გოგო კიდევ მეორე თვითონ გოგო არა ჩანდა მარტო ის ჩანდა გასაყიდი თუ იმეს გაინტერესებთ ჩაწერეთ რავი TikTok-ზე იტალიური ტკბილეული თუ იტალიური შოკოლადები რაღაცა იყო რა რაღაცა ხო და საღამოზეო დუბაის შოკოლადის ის მექნებაო ლაივიო და
დუბაის შოკოლადი იტალიაში ძვირი ღირს. მე პატარა რო ვიყიდე, მე გოგო რომ მოდის ხოლმე ჩემთან დამლაგებენ იმას მივეცმევთ არა ჭამე, არაც გიდა ქენია ეს მომაშველი პატარა მქონდა მოტეხილი პატარა ბატკბილი, ისეთი ტკბილია, ისეთი საზღარო ტკბილია, რომ ეგ არავინ არ უნდა ჭამოს. მარტო დიაბეტიანმა კი არა, აი არავინ არ შეიძლება რომ მასეთი ტკბილი რამე ჭამოს, აი ოღონდ მართლა. რაღაცა უაზრო ტკბილი, იმედენად რომ ყველაფრის გემოს რო კარგავს, რავი, მე ტკბილის მეტი ვერაფერი გავიგე. ხო და ძალიან ძვირია ეს პატარა შოკოლადი, რავი, რამდენ გრამიანი იყო მე რო ვიყიდე, მივეცი 4 ევრომდე. მე ლიდლში ვნახე, დიდი ტავოლეტები იყო, 6 და რაღაცა ღირდა და ეხლა ეგ რამდენად უნდა გაყიდოს, არ ვიცი საქართველოში რა ღირს ეგ დუბაის შოკოლადები, ერთი ტავოლეტას რა ქვია, პლიტკა შოკოლადი. ერთი ეს ერთი ფილა შოკოლადი აქ თუ ღირს 7 ევრომდე სიტყვაზე 6 და რაღაცა 20 ევრო. ნუ ალბათ 50 ლარად გაყიდის ერთი ცალს. არ ვიცი რა ღირს საქართველოში წამდგენ არა მაქვს. ხო და ეგრე არის მაინტერესებდა და გამიხარდა რომ გადავაწყდი მაგ ლაივს. ძალიან მაინტერესებდა საქართველოში რამდენად ყიდიან სიტყვაზე იტალიურ რაღაცეებს, იტალიურ პროდუქციას. მაღაზიებში რამდენიმე ბლოგერთან დავინახე ფასები, მაღაზიაში რაც აღის და მაღაზიაში რა ვიცი კატასტროფა იყო. ოღონდ ამბობენ რომ გააჩნიაო ზოგიერთთან დაბალი ღირს. აი მე მგონი ვიღაცამ წერდა მგონი ინგა. კაი, აბა ეხლა დაგემშვიდობებით, გაგითიშავთ, რა უნდა ინგა გოგოს გავიგებ მე. და მერე ამ დღეებში გამოვჩნდები რა. ხვალე არ ვიცი დრო როგორ მექნება. პარმიჯანოს გაკეთებას დრო უნდა. სადილი ხვალე პარმიჯანა, ან ბადრიჯანი უნდა ამოვალო ფქვილში, კვერცხში და შევწვა და მე ცალკე უნდა გავაკეთო პამიდორის სუგო, მოხრაკო პამიდორო არაფრის გარეშე. ნუ, უხორცო რა. და მერე უნდა აწყო მაკარონი, შემწვარი ბადრიჯანი პამიდორის წვეში. პამიდრის სუგოში და მერე ღუმელში. ხო და სათითხნაო საქმეა რა, ვირიდებ ხოლმე თავიდან და ამბოლო დროს, აი ჩემო ყოველ კვირა ეგ უნდა. ხო და ხვალე გამაქვს და ვნახოთ დრო როგორ მექნება, ძალიან მინდა ხვალე ჩემ ქმარს სიურპრიზი გავუკეთო, არ ვეუბნები და მინდა რომ ძეპოლები გავაკეთო. ძეპოლე რა არისო და ჩვენებური შუ, ბინიე ქართულად რა ქვია შუ, ოღონდ აი ეს მრგვალი ბინიეს ცომით, შუების ცომით, ეკლერის ცომით კეთდება, ვეღარა ვთქვი, შუ ეკლერი. ეკლერის ცომით კეთდება რგოლები. ეგეთი რგოლე და სან ჯუზეპეზე, წმინდა ჯუზეპეს სახელობის 19 მარტს არის ეგა და ჩვენთან აბა ჩემის დაბადების დღე რო არის 19 მარტს ვიცი და ხო მოკლედ სან ჯუზეპეს კეთდება ეგენი ხოლმე უკვე დაიწყეს ყველა საცხობში და ბარში და ყველგან კეთდება და არ მოწონს ნაყიდი ჩემ ქმარს ოღონდ აი უნდა ვნახო ალუბლის მურაბა უნდა მაღლიდან აუცილებლად ალუბლის მურაბები და თუ არა მაქვს ეგ არის საყიდელი აქაური ალუბლის მურაბა ჩვენებური ალუბლისა არ არის ვერ გაიგებ რა არის ტკბილი მწარე მჟავე რაღაცა არის არ ვიცი რა ხო და ეგ უნდა ვიყიდო თუ არა მაქვს რა არ მახსოვს მაქვს თუ არა ასე ჩემოკარგებო მოგახსენეთ ხო და ეგ სიურპრიზი მინდა და მინდა რომ მოვასწრო ხვალე ყველაფერი გადარბენა იქნება გადარბენა გადაგლეჯვა თავისა მინდა რომ გავახარო წინა კვირას ეტყობა ელოდებოდა რომ გავაკეთებდი და რომ მოვიდა და სადილად დასხედა და არ გააკეთე და არა მეთქი უკვე ხათუპას ხმა აღარა მოიღო მიზეზი მოვიდე რომ დამეზარა გაკეთება და მიზეზი მოვიდე დიეტაზე ხარ მეთქი იწახი რომ უნდა მოიკლო წონაში უნდა დაიკლო და ხო კაიო ხვალე გავახარებ კრემს გავაკეთებ შაქრის გარეშე ანუ დამატკბობელით და ცომი კიდე უშაქროა და ჩავთვალოთ რომ ძალიან მავნებლობა არ იქნება წონაზე აჰა ეგეც ხო გითხარით და მოგახსენეთ წავედი ახლა მე აი ფიქრობთ რომ ამხირე კაბა მე თორე მე ვარ ტანწერწეთ ხო რომ ხალხი წავედი კოცნით ყველას აბა ჰედა აბა ხო ახლა